რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პირველი მოწმის გამოკითხვა, ზურა გაგუა გამოიკითხა, ზურა გოგუა გამოიკითხა, რომელიც იმ დროს, როდესაც ქართულ ბანკსა და ბაჩიაშვილს შორის სასესხო ხელშეკრულება შედგა, იყო კომერციული დირექტორი და დოკუმენტზე სასესხო ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერაც არსებობს. Სხდომა იყო დახურული, შესაბამისად რა ისაუბრა მან, რა მოუყვა მოსამართლეს და როგორი პასუხები ჰქონდა თუნდაც პროკურორის ან და ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველების კითხვაზე, ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან დახურული სხდომის გამო მედია არ ვესწრებოდით. თუმცა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეს გამოკითხვა და მან დატოვა დარბაზი, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მცირე რეპლიკა თქვა, რომ ხელშეკრულებები და დოკუმენტები რაც საქმეში დევს ავთენტურია, თუმცა კითხვებზე მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინი, რის გამოც ახლა ივანიშვილი დაობს სასამართლოში, მას პასუხი არ აქვს პასუხი, ესწრებოდა თუ არა სასესხო ხელშეკრულების შეთანხმებას ან დოკუმენტების გარდა რაც დევს საქმეში, არსებობდა თუ არა რაიმე სახის ზეპირის შეთანხმება, ამ კითხვებზე მან პასუხი არ გაგვცა. Თქვენ ესწრებოდით გარიგებას ბანკსა და ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა რაიმე საკითხს გავეცი პასუხი. შესაბამისად ინფორმაცია აქვს ადვოკატი. მე დავიკითხე მოწმის სტატუსით, ყველა დასმულ შეკითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი. და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დაბრუნდა თუ არა სესხი ბაჩიაშვილმა, ზეპირის შეთანხმება არსებობდა სხვა ხელშეკრულების მიღმა. ბანკსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის. ეს იყო თუ არა სასესხო ხელშეკრულება. ყველა ინფორმაცია მივაწოდე სასამართლოს. ზეპირის შეთანხმება არსებობდა დოკუმენტის გარდა. სასესხო ხელშეკრულება გააფორმე თუ არა ბაჩიაშვილთან ამას ვერ მეთქვი. რა თქმა უნდა, ვადასტურებ ყველა ლეგალური დოკუმენტი. შეგიძლიათ გაეცნოთ. და ამ დოკუმენტში საწერია რომ ინვესტიცია დაიწყო ქართულ ბანკის კიდევ ერთი თანამშრომლის გამოკითხვა ბაჩიაშვილის საქმეზე, რომლის გამოკითხვის დახურვასაც ითხოვდა ასევე პროკურორი, თუმცა მაშინ როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატმა დაასაფუთა, რატომ უნდა ყოფილიყო ღია სხდომა, მოსამართლემ მისი შუამდგომლობა გაითვალისწინა და ამ მოწმის გამოკითხვა აღარ არის დახურული. ერთადერთი რამ, რაც ამ მოწმემ ახლა როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, უნდა დაადასტუროს სასამართლოზე, გამომძიებელმა, როდესაც საქმეზე მოკვლევა დაიწყო, გამოითხოვა თუ არა მისგან დოკუმენტი და გასცა თუ არა დოკუმენტი საქმის ფარგლებში. ერთადერთი როგორც ადვოკატი ამბობდა, ამ ინფორმაციის მიღება შეუძლია დღეს მოსამართლეს ამ მოწმისგან, მის გარდა კიდევ ერთი მოწმე არის დასაკითხთა სიაში დღეს, თუმცა მანამდე შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა ხდებოდა და როგორ ასაბუთებდა პროკურორი სხდომის ნაწილობრივ დახურვის საჭიროებას. მოწმე ზურაბ გოგუას და მოწმე ნინო ხვიაშვილის ნაწილში სასამართლოს სხდომა დაიხუროს ნაწილობრივ დაკითხვის პროცესში შესაძლებელი არის საუბარი შეეხოს ბანკს და კლიენტს შორის არსებულ შეთანხმების პირობებზე, მათ შორის ისეთ პირობებზე, რომელიც შეიცავს ქართულ ბანკის კონკრეტული სუბიექტის კომერციული დაწესებულების კომერციულ საიდუმლოებას, შესაბამისად აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის და მიზანშეწონილი არის, რომ ეს დაიხუროს. ხვიაშვილს ერთჯერადად მონაწილეობა აქვს მიღებული, ნახეთ რას მიაქციეთ ყურადღება ინფორმაციის გამოთხოვაში, ანუ ის ტექნიკური თანამშრომელია ბანკის, მივიდა მასთან საქმის გამომძიებელი საკალაშვილი და გამოითხოვა ინფორმაცია. შესაბამისად, ხვიაშვილმა აქ უნდა დაასახელოს დღეს მართლა მივიდა საკალაშვილი და ინფორმაცია გამოითხოვა თუ არ მისულა საკალაშვილი და ოქმი გაყალბებული, ანუ არაფერი სხვა ინფორმაცია საქმეზე მაგ მოწმეს არ გააჩნია და უფრო მეც გაგიმხელთ. გამოკითხულიც კი არ ყავთ გამოძიების ეტაპს. ხვიაშვილს იმდენად ნომინალური როლი აქვს ამ საქმეში, გოგუას გამოკითხვის ოქმიც, რომელიც იდენტურია თითქმის მისი წინამორბედი კოლეგის, იძლევა ჩვენთვის მაღალი ალბათობით იმის კიდევ ერთხელ ვარაუდი საფუძველს, რომ დღესაც არანაირ კომერციულ საიდუმლოებას აქ არ მოვისმენ და უფრო მეტიც ხო გეუბნებით, ხა გაკვირვებას ვერ ვფარავ ხვიაშვილთან დაკავშირებით, ანუ ხო არ შეიძლება სასამართლომ ჰიპოთეტურად მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადად ქართულ ბანკის თანამშრომელია დავხუროთ. მაგ ლოგიკით გამოდის, რომ ერთ ერთი თანამშრომელი საჯარო სხდომაზე ვერ დაგვიკითხავს ჩვენ ვერაზოს. ასე ვთქვათ, ხვიაშვილის ნაწილში თუ სხდომა ჩაიხურება, ეს დაიხურება უпростоრად, ეს ჩვენ გაგვიჩენს უკვე იმის რწმენას, რომ ფორმალურ ხასიათს ატარებს, უბრალოდ ვინაიდან არანაირი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მატარებელი ეს ქალბატონი არ გახდა. მე მინდა რომ ეს სხდომა და მთლიანი პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი პროკურატურის მიუგრძელებაში, მათ შორის მთლიანად ამ პროცესის
ლეგიტიმურობაში და ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ჩემი უფლება რომ ჩემი პროცესი იყოს საჯარო იყოს ბოლომდე დაცული. ბაჩიაშვილი თვლის, რომ დღევანდელი მოწმეების გამოკითხვაზე საერთოდ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესებიც არის სრულიად ფარსი და ემსახურება დასჯას, როგორც მის, ასევე ყველა იმ ადამიანის დასჯას გეგმავს ივანიშვილი, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ამბობს ბაჩიაშვილი დღეს, რომ 150 პირის სია აქვს ივანიშვილს, ვის დაკავებასაც გეგმავს და გუშინ ინგა გრიგოლიასთან რეაქციაში გადაცემაში ბაჩიაშვილმა თქვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სანქცირება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების თუ მაღალჩინოსნების პირიქით ივანიშვილის ინტერესშიც კი შედის, რომ უფრო მეტად მორჩილი პირები ეყოლება გარშემო, ვის მართვასაც უფრო მარტივად შეძლებს.